შრომის კანონმდებლობა ასევე ადგენს თუ როგორ უნდა მოხდეს შვებულებით, იქნება ის ანაზღაურებადი თუ ანაზღაურების გარეშე შვებულება, სარგებლობის წესი. დასაქმებულს შრომის კანონმდებლობის თანახმად აქვს შესაძლებლობა, რომ შვებულება, რომელიც მას წლის განმავლობაში ეკუთვნის, გამოიყენოს ერთობლივად, უწყვეტ რეჟიმში, ან გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს უშუალოდ დამსაქმებელთან, რადგან არ მოხდეს ზიანის მიყენება კონკრეტულ სამუშაო პროცესთან, პირობებთან დაკავშირებით და ამის შედეგად მოხდეს დაგეგმვა თუ როგორ წარიმართება შვებულება. რათა ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. შრომის კოდექსი დამატებითი შვებულების შესაძლებლობასაც განსაზღვრავს მინიმუმ 10 კალენდარული დღის ანაზღაურებით. ასეთი სახის შვებულება განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემა. თალკე თავია გამოყოფილი შრომის კანონმდებლობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და ასე შემდეგ. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თუ კი სამუშაო პირობები არის იმგვარად მძიმე და საშიში პირობებით გამორჩეული, ასეთ შემთხვევაში დასაქმებულს აქვს შესაძლებლობა დამატებით მოითხოვოს გარკვეული კალენდარული დღეები, რათა დაისვენოს და ასე ვთქვათ, თავისუფალი დრო უფრო მეტი საჭიროებით გამოიყენოს და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამიტომ შრომის კოდექსი ამ მიმართულებითაც დამატებითი შვებულების მოთხოვნისა და სარგებლობის ნაწილშიც მაქსიმალურად იცავს დასაქმებულის დაუცველი მხარის, ასე ვთქვათ, ინტერესებს. თუ შვებულების გამოყენება სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს, მისი გადატანა მომდევნო წელს დასაქმებულის თანხმობით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც შვებულებას თანამშრომელი საკუთარი სურვილით არ იყენებს, გადატანა ხდება მხარეების შეთანხმებით. ასეთ ვითარებაში შრომის კოდექსი კონკრეტულ პირობას არ აწესებს. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა დაუშვებელია ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში საერთოდ აკრძალულია. არასრულწლოვნის ასაკთან დაკავშირებით დეტალურად არის გაწერილი შრომის კოდექსში ასაკი 18 წლამდე შესაძლებელია დასაქმდეს მანამ სანამ სრულწლოვნობის ასაკს მიაღწევს არასრულწლოვანი, თუმცა ამ შემთხვევაში დამსაქმებლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ შრომის კოდექსის მინიმალური სტანდარტებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ეს ისეთი სამსახური, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს და რაიმე ფორმით მოახდენს უარყოფით გავლენას არასრულწლოვნის განათლების, განვითარების ჩამოყალიბების პროცესზე, უფრო მეტია სტანდარტი დასაქმებულის დაცვისა ასეთ შემთხვევაში, როდესაც მხარე ყავს არასრულწლოვანი, არამედ არასრულწლოვანი და შესაბამისად შვებულების უფლება აქვს არასრულწლოვანსაც უფრო მეტი გარანტიით, ვიდრე ჩვეულებრივ სრულწლოვან დასაქმებულს.